ღაზის სექტორში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი პალესტინელები კმაყოფილი არიან თანამეგობრობის ქვეყნების გადაწყვეტილების გამო, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებას ითვალისწინებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგობის მიუხედავად კვირას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ღმერთმა ინებოს, რომ გარემოებების მიუხედავად ეს დადებითად აისახოს ჩვენზე. ჩვენ შევეჩვიეთ ბლოკადას 1948 წლიდან 1967 წლამდე და 1956 წლიდანაც კი. ჩვენ დაზარალებული ხალხი ვართ, თუმცა იმედს არ ვკარგავთ. უბრალო რამეც კი გვაბედნიერებს. ამავდროულად ისრაელის სახმელეთო შეტევის ფონზე პალესტინელები ტოვებენ ქალაქ ღაზას. ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ იძულებით ევაკუაცია კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს. ეს დასაწყისი იმედის სხივია პალესტინელი ხალხისთვის. მსოფლიო იცვლის თავის პოზიციას ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებთან დაკავშირებით. ისინი უნდა შეუერთდნენ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ხმას მისცემენ პალესტინის სახელმწიფოს შექმნისა და პალესტინის სახელმწიფოს აღიარების სასარგებლოდ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც იმსახურებს ჰქონდეს სახელმწიფო. ავსტრალიამ და კანადამაც ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რამაც ისრაელის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება, მიუხედავად იმისა, რომ თანამეგობრობის სამმა ქვეყანამ ამის თაობაზე კვირას ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ. თქვენ უზარმაზარ ჯილდოს გადასცემთ ტერორიზმს. ასევე გეტყვით, რომ ეს არ მოხდება. იორდანიის დასავლეთით პალესტინის სახელმწიფო არ იქნება. თანამეგობრობის სამი ქვეყნისა და დიდი ხნის მოკავშირეების ინიციატივა მიანიშნებს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ღაზაში მიმდინარე ომს და ისრაელის მიერ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მცდელობების ჩაშლას და ასევე დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოებას. 150-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე აღიარა პალესტინის სახელმწიფო და მოსალოდნელია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სხვებიც გაიზიარებენ ამ პოზიციას.